მას მტკიცეთ იდექი ძმანო, ამას უნდა მტკიცეთ დგომა, რატომ მტკიცეთ? საკმარისია მოდუნდე, ოდნავ მოდუნდე, იმ წამსვე მიყავხარ, იმ წამსვე მიყარხავ დინებას, დინება, რომელსაც ჩვენ მივყავართ. ამ დინების ერთგვარი ვიზუალიზაცია, ეს არის დრო. აი როცა მოდიან ხოლმე ადამიანები და მეუბნებიან, რომ მამო, ისა რამდენი ხანდი რაღაც სულიერად ვეღარ ვიცხოვრე და აი კვირეები, თვეები ან რაღაცა არ მოვსულ ვარ ტაძარში, არ ვზიარებულ ვარ. ერთ ადგილზე ვარ გაჩერებული. ჩვენები როგორ ახარ ერთ ადგილზე გაჩერებული, როდესაც რამდენი ხანი შენ აქ არიყავი, იმდენი დღე, იმდენი თვე, იმდენი წელი, იმდენი წამით წავიდა. წავიდა და ეს ყველაფერი შენ გაკლდება. ანუ შესაძლებლობა, ნახეთ როგორ არის, ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო მოცემული. ამ დროში ჩვენ იმ მდგომარეობამდე უნდა მივიდეთ იმ კონდიციამდე გარდაცვალებისას, რომ გარდაცვალება სიხარულად გვექცეს. და ამაში უნდა თანამონაწილე ვიყოთ. და ჩვენ ხო ვიცით, ახლა რამდენი წელი ეკლესიურად ცხოვრობ და ჯერ ჩვენთვის გარდაცვალება სიხარული არ არის. ჩვენ გაობივართ გარდაცვალებას, ქრისტესთან შეხვედრას გაობივართ, ინტუიციურად გაობივართ, გვეშინია ქრისტესთან შეხვედრა. რატო? იმიტომ რომ ამდენი ხანი რო ეკლესიურად ვიცხოვრე, ვერ მოვახერხე და ვერ მოვასწარი. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი გვაქვს რომ მე ეგება მოვასწრო. და მე ეგება მოვასწრო და ჩვენ ამ დროს ესე თუ ფლანგავ, ესე თუ ხარჯავ, ის ხო აღარ შეივსება ის დრო არაფრით. ეს ჩვენი საწვავივით არის, საწვავივით, რომელიც დაიხარჯება, დაამთავრდა და რომ მოვა გარდაცვალების დრო, ვერაფერს ვეღარ იზავ. ვეღარაფერს ვეღარ იზავ. რა სახარ ეგახარ და წარსგები ღვთის წინაშე და რა გამოვა კაცმა არის ის და ამიტომ სამსჯავრო ჩვენთვის არის საშინელი, იმიტომ რომ გვეშინია. გვეშინია, იმიტომ რომ არა ვარ გზად ქრისტესთან შესახვედრად და არც გვინდა, გაურბივარ. აი ეს ამას გვიო რომ დინებას მივყავართ, შეიძლება ასე ვთქვა.